ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია. შესაბამისად, კლინიკაში მკურნალობენ სხვადასხვა გართულებების მქონე პაციენტებიც. თუმცა იმის მოლოდინი, რომ შემთხვევების ოდენობა მოიმატებს, ამ ეტაპზე არ გვაქვს. გვეუბნება კლინიკა ფერომედის ინფექციონისტი მამუკა ჭიჭინაძე იმ სიმპტომებზეც საუბრობს, რომელიც ვირუსის ძირითადი მახასიათებელია. ის განმარტავს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და რა სიმპტომები არის განსაკუთრებით ყურადსაღები. მაღალი ცხელება, ძლიერი თავის, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, უმადობა, საერთო სისუსტე. სწორედ ეს არის დომინანტი ვირუსების დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, რომელიც ამ ეტაპზე გავრცელებულ ვირუს სხვებისგან განასხვავებს. ინფექციონისტის სპექტრთან საუბრისას გამოთქვამს მოსაზრებას, რომ განსაკუთრებული არაფერია, უბრალოდ მოქალაქეებს მართებთ ყურადღება და სიფრთხილე საკუთარი თავისა და გარშემო მყოფების მიმართ. ზოგადად ზამთრის პერიოდი დამთრის დასასრული და გაზაფხული ნაწილი გამოირჩევა ვირუსული ინფექციების გააქტიურების მასალზით. არც ლევანდელი წელია გამონაკლისი ამ ზამთარში განსაკუთრებით იანვრის შუა რიცხვებიდან რამდენიმე სახის ვირუსი გააქტიურებული, რომელიც შეიძლება ითქვას ახლა ვრცელდება, თუმცა რაოდენობა შემცირებულია. აი მე განსაკუთრებული სხვა წლებთან შედარებით არაფერი ხდება, ძირითადად CS ორი ვირუსი აქტიურდება, ეს იყო აჯგუფის ვირუსი და ღორის გრიპის ვირუსი, თუმცა მკურნალობისთვის აი მე გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ეს მიღწევი მიმდინარეობა ძირითადად და პრობლემები ექნებოდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელსაც ქრონიკული დაავადებები, სხვა მძიმე დაავადებები აქვს. მათთვის ეს ვირუსული ინფექციის გაატანა ზოგჯერ რთულდება. ამჟამად საავადმყოფოში რამდენიმე ადამიანი იწევს ვირუსული ინფექციით გართულებული პნევმონიებით, რამდენიმე ადამიანი პოლიკლინიკაში ჯერ კიდევ დიდია მოდინება პაციენტებისა ვირუსული ინფექციებით და შესაბერისი ჩივილებით. რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა? თუ ტემპერატურის სიმაღლე და ყელის ტკივილი, თქვა კუნთების ტკივილი არ არის საშიში ჩივილები, მაგრამ თუ ამას ერთვის ქოშინი, ესე იგი სუნთქვის საჩქარება, აირის უკმარისობა და უკმარისობა სუნთქვის, მაშინ ეს უკვე სერიოზული ჩივილებია და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ. ექიმი გადაწყვეტს მერე ამ ადამიანისთვის შესაძლებელია მკურნალობა ამბულატორიულად ანუბინაზე თუ საჯიდოს სტაციონარ ამბულატორიას. ასე რომ აი მე განსაკუთრებული არ ხდება, ალბათ ავარაუდოთ მარტის და მარტში დაიქმნეს ვირუსული ინფექციის რაოდენობა. თუმცა განსაკუთრებით არ გახდება და ერთეული და სპორადი შემთხვევები აუცილებლად იქნება. რაც შეეხება პანდემია და ეპიდემია, ასეთი არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ზამთრის პერიოდი მოახსენეთ არის ხასიათდება ვირუსული ინფექციების მატებით. გამომცემლობა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის უფლებების დამცველებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ მიმართეს მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით წარდგენილი საჩივრით ქართული მართლმსაჯულების სისტემას კიდევ ერთხელ ეძლევა შანსი დაასრულოს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკური დევნა და წერტილი დაუსვას მის უკანონო პატიმრობას. ადვოკატების თქმით, წარდგენილი საჩივარი შეეხება 14 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას. მათივე განცხადებით, ბათუმის სასამართლოს მიერ მიღებული მორიგი უკანონო გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მზიას პატიმრობა ემსახურება მის სამაგალითო დასჯისა და მასზე ანგარიშწორების მიზანს ჟურნალისტური საქმიანობისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციისთვის. შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი 37 დღეა შიმშილობს. ის კლინიკა ვივამედში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა თავად პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვს. შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო, ვინაიდან მზია ამაღლობელის საქმეში არსებობდა როგორც ახალი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე ის დეტალები და მტკიცებულებები, რომ მის მიმართ გამოყენებული აკუთი ღონისძიება
საწყის ეტაპზევე იყო უკანონო და ეს უკანონობა პერიოდულად უკვე ყოველ ეტაპზე მტკიცდებოდა. გამოიკვეთა ადმინისტრაციული დაკავების ოქმის, ასე ვთქვათ, სიყალბის ნიშნები და მოქმის კანონიერების საკითხი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. შესაბამისად, ყველა ეს ფაქტობრივი გარემოება იძლეოდა იმის წინაპირობას, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიეღო შუამდგომლობა განსახილველად და მზია მაღლობელთა მიმართებით გამოყენებული აქვეთი ღონისძიებების პატიმრობა საერთოდ გაეუქმებინა. ვინაიდან ეს სამართლებრივი შედეგი ვერ იქნა მიღწეული, დღეს მივმართეთ სააპელაციო საჩივარით და ცხადია ამ სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სასამართლოს მოუწევს მსჯელობა და ვიმედოვნებ და მიგვაჩნია, რომ მოთხოვნის ნაწილში აბსოლუტურად კანონიერი და ლეგიტიმურია ჩვენი საჩივარი და შესაბამისად არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. რა გზა გაიარეს და როგორ დაასრულეს მკურნალობა, ონკოპაციენტი, ბავშვები და მათი მშობლები იმ სამედიცინო შემოწმებებსა და კონტროლზე საუბრობენ, რომლებსაც ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში გადიან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს, ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. პროგრამის ფარგლებში პაციენტები მომსახურებას 8 კლინიკაში იღებენ. საქართველოსთან ერთად სახელმწიფო თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს. ამოქმედებიდან დღემდე პროგრამაში 160 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 101 პაციენტმა. 18 წლამდე ონკოპროგრამა ხორციელდება საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ. სამედიცინო სერვისები იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მკურნალობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები იფარება ფონდის კერძო შემოწირულობებიდან. უცხოეთში სერვისის მიღებასთან ერთად ასევე შესაძლებელია პაციენტებს შეუძლიათ სრული კურსი გაიარონ საქართველოს შესაბამისი პროფილის კლინიკებში, როგორც დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე მკურნალობის სრული კურსი. მე ვარ დანიელე ბიერიძე, 7 წლის. ექიმები ყველაზე მეტად მოვეწონა. იმიტომ რომ მეთამაშებოდნენ. მეგობრებთან თამაშობდი, ხატავდი, ხან ტელეფონში ვუყურებდი და ეგრე. ხან ტელევიზორს. ლილე 2 თვის იყო, როდესაც პირველად აღმოუჩინეთ მეტასტაზური პრობლემები, სიმსივნური პრობლემები. წავედით თურქეთის ანადოლის კლინიკაში, ვიყავით 6 თვე, ჩვენი მკურნალობა გაგრძელდა 6 თვის განმავლობაში. სრულად ყველაფერი დაგვიფინანსდა, მაღალი სტანდარტებით კეთდებოდა ლილეს მკურნალობა, ექიმის მომსახურეობა. ეხლა ვართ კონტროლის ეტაპზე, დავდივართ 6 თვეში ერთხელ, მესამე კონტროლზე ვიყავით. ყველაფერი სტაბილურად არის, ჩვენი ექიმი სიმსივნურ მეტასტაზებს აღარ განეხილავს, უჯრედებს. ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს. ჩვენს ქვეყანაში რაც კი ყოფილა ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროგრამა. რამდენი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა. ეკატერინეს 6 წლის ასაკში შარშან დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სივსივნე. სასწრაფო ოპერაცია იქნა გაკეთებული იაშვილის კლინიკაში. შემდგომ მივიღეთ კონსულტაციები ონკოლოგებისგან, რომ 10 დღის განმავლობაში უნდა დაწყებულიყო მკურნალობა. ჩვენ სოლიდარობის ფონდს მიმართეთ დახმარებისთვის, რა დღეში გაგვეცა სასწრაფოდ პასუხი აჯიბადემის კლინიკიდან. ჩვენ უკვე 11 დღეში ვიყავით აჯიბადემის კლინიკაში. სწრაფად მოახდინა სოლიდარობის ფონდმა რეაგირება ამაზე და სწრაფი რეაგირება მოგვცა ეფექტური განკურნება. ჩვენ რა გზაც გავიარეთ, ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ ნახევარზე მეტი სახელმწიფომ გაიარა ჩვენთან ერთად და სახელმწიფომ შეგვიფსუბუქა ეს გზები.